საქართველოს უკრაინის მიერ სანქცირებული გემი სილვარი ესტუმრა. მან ნოვოროსისკიდან შემოტანილი რუსული ნავთობი ყულებში დაცალა. შემდეგ კი თურქეთისკენ გაეშურა. ამ გემის შესახებ განმარტებების მიღებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან ხან ტელეფონის საშუალებით ვცდილობდით, ხან მეილის, თუმცა უშედეგოდ. ჩვენს კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. სამაგიეროდ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვდეს ბრალი. მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სილვარის საეჭვო ისტორიის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არადა ამ ტანკერს უკრაინის დაზვერვა ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიიჩნევს. მათი ინფორმაციით, სილვარი აქტიურად გამოიყენება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საიდუმლო გზებით გადასაზიდად. 2022 წლის შემდეგ გემმა არაერთხელ შეიცვალა სახელი, დროშა და მმართველი კომპანია. სააგენტო წერს, რომ გემს ყავს იდენტიფიცირებული მფლობელი და ოპერატორი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს ინფორმაცია დაფარულია. აი ფაქტმა გემის ძველი მფლობელებიც გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. თუმცა საზღვაო სააგენტო ამბობს, რომ რამდენიმე დონიანი შემოწმების მიუხედავად სანქციები ან სამართლებრივი შეზღუდვები ვერ გამოავლინეს. სააგენტოს განცხადებაში ასევე ამოიკითხავთ, რომ გემი არ ყოფილა დაკავებული. ჩვენ კი ეს არსად გვითქვამს. ნაცვლად იმისა, რომ სააგენტომ საზოგადოებას აუხსნას, რატო მოხვდა გემი ულევში და ვინ ჩამოუტანა რუსული ნავთობი სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში გვადანაშაულებს. აი ფაქტის სტატია ფაქტებსა და დოკუმენტურ მტკიცებულებებს ეფუძნება. იმავეს ვითხოვთ სააგენტოსგანაც. გაგვიზიაროს დოკუმენტები, რომელზეც დაყრდნობითაც დაწერეს განცხადება. თქვენ კი დაგვიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. უნდა შემოგვეშვა თუ არა გემი სილვარი საქართველოში.